მოგესალმებით, მაიცა. ხო, მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით, ქალბატონო და ბატონებო? დღეს წაფში წარმოგიდგენ არ მაქვს. რაზე უნდა ვისაუბრო, იმიტომ რაღაცნაირი ისაა რა. მათ ჩემზე ვილაპარაკებ რა. ვიღაცებს შეიძლება გაინტერესებს, ვიღაცებს შეიძლება არ გაინტერესებს. საბოლოო ჯამში ახლა ის ახალი რაღაცა დავიწყე, ძალიან ბედნიერი ვარ შედეგებით რო არ მოგატყუოთ რა. იმიტომ რომ ახლა გამომწერების რაოდენობაზე არ არის ჩემთვის რა, ჩემთვის ყოველთვის ის უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე როგორი ადამიანები უყურებენ და რამდენად აინტერესებთ ეს შენი ვიდეოები რა, რაც აკეთებ ხოლმე რა. 157 დღეზე ვართ. დაჟე უკვე დღეები მერე ვარ ხოლმე ხანდახან და ერთ იგივე ნომერს ვიმეორებ ხოლმე და მაგის გამო შესაძლებელია რომ იმაზე მეტი ვიდეო გვაქვს გადაღებული ვიდრე გგონიან რამე რა. ეგეც ძალიან კაი თემა არის. მაგრამ ეს ახალი TikTok-ი რო დავიწყე, ბედნიერი ვარ მოკლედ რა. კარგად მიმდის საქმე. სადღაც ორი ვიდეო მაქვს დადებული და ორივე ვიდეოს დაახლოებით ერთნაირი შედეგი ჰქონდა 30 და 40,000-მდე ნახვები. და სადღაც 700-დან 1000-მდე ლაიქები რა. და ეს ორ დღეში ერთხელ დავდებ ხოლმე ყოველ ორ დღეში ერთხელ იქაც ვიდეოს და ეგეც რო საქმე დავიმატე მე ძალიან მომწონს. თან მიუხედავად ამ ყველაფერს აი თქვენთვის ამ არხისთვის ხო ვიღებ ვიდეოს იქაურობისთვისაც ხო ვიღებ რაღაც ვიდეოებს და დრო მაინც მაქვს. თან ულევი, ანუ მონტაჟები კიდევაც იმისთვის. მაინც მაქვს დრო და ია ვიცი. რაზე ვწუნებთ ხოლმე ხანდახან მე მაგას ვერ ხვდები. ეხლა მთავარია ჩემთვის რომ ისეთი რაღაცები ვაკეთო იქ რომ იქიდან სპონსორი მარტივად დავითრიათ, არა? ძალიან უაყუთოდ გავიჩით ეს ბოლო პერიოდი არის და ვერ არის მარტივი საქმე არ არის უფრო ამ ცხოვრებაში ისეთი ცხოვრება არის ახლა რეალობა ისეთია შემდგარი რომ просто ვერ ცხოვრებ რა ნორმალურად ვერ ცხოვრებ კარგად კი არის ნორმალურად ვერ ცხოვრებ რა თუ ფული არ გაქვს და ეხლა ცოტა ისე სიდუხჭირეში ვარ მაგრამ ეგეც არაფერი ეგეც დროებითი არის ეგეც ნეგატიური ამბავად შეგვიძლია ჩავთვალოთ და ეგეც მალე გაივლეს არასდროს არ ვიფიქროთ რომ რაღაცა ნეგატიურები რაც ხდება ჩვენ გარშემო ეგ დიდი ხნით იქნება ჩვენთან აუცილებლად მალევე გავუშვით ну მე ყოველთვის შანსი არის რომ ნეგატივს პოზიტივი არ მოყვას შანსი არ არის მაგას თავს დაგიდებ თუ გინდათ მე რაც ჩემი გამოცდილება მაქვს და სხვების გამოცდილებაც რაც მაქვს ხო ნეგატივს აუცილებლად პოზიტივი მოყვება მე ის პოზიტივი უბრალოდ როცა გვექნება უნდა დავაფასოთ უნდა შევირგოთ უნდა არ უნდა მოვდუნდეთ და ასე შემდეგ რომ მე რაღაცა თავიდან ისე არ მოგვიწიოს მე ისე ნეგატივში დაბრუნება იმიტომ რომ პოზიტივსაც როცა არ შეიძლება ეგეც გაგექცევა აუცილებლად რა ხო აი მე ეხა ერთი საქმე მაქვს ძალიან ნერვები მეშლება რა რაღაცები ჩემ თავზე und რაზე მეშლება ნერვები მე თვითონაც არ ვიცი ხოლმე რა მაგ მომენტები просто რო ხვდები რომ აი დებილობაა რა არ არის კარგი ახლა სისულელებს ლაპარაკობ მე მარტივად რო გითხრათ საქმეები მაქვს დღეს ბევრი ამიტომ ცოტა მოკლედ ვიდეო იყოს ეს არ გიწყინებათ დიდი იმედი მაქვს თან არეული ვიდეოა მაინც ხანდახან არის ხოლმე ეგეთ დღეები რომ აი ვიდეოები გამომდის არეული მინდა არ მინდა ჩემზე აღარ არის დამოკიდებული უკვე რა ხო და რა ვიცი რაღაც ცოტა ისეთი არის მაგრამ მე ხოძე მაინც თქვენს ხოძე უნდა იყოთ რა პრობლემაც არ უნდა არსებობდეს ყველა პრობლემა გავა რა პრობლემა არის აი რა პრობლემა არის მაგაზეც რა პრობლემა არის ეხლა ერთი სული მაქვს კიდე ახალი კონტენტის იდეა მაქვს და ისიც დავიწყო რა დამომწონს ეს მრავალმხრივი კონტენტი ხოლმე რა ყველაზე მეტად ეგეთი რაღაცები მომწონს რა რომ არ მოგატყუილოთ რაც უფრო მრავალფეროვანი არის რაღაც ჩემი კონტენტი მეც უფრო დადებითად გვგრძნობ თავს ხოლმე და ეს ახალი TikTok-ი რაც გავაკეთე მან სრულიად კონტენტი იქნება ჩემი პირადი მოსწრებები და რაღაცები არ იქნება ხოლმე რა იმენა ისინი იქნება კონტენტი რომ ხალხმა უყუროს და გაერთოს რა და ადრე პირადი პეიჯივით მქონდა ის თუ დაამოყამეთ რა ქვია იმას კაცო რა ქვია კაცო იმას ჩემი TikTok-ი იყო აი
რაღაც ვიღაცებს ველაპარაკებოდი просто იქიდან ხოლმე. ეხა აღარ ვიზამეკრე. და მე მგონია რომ ეს უფრო სწორია ახლა. ხოლო რავი რა. და გაჭედილი ვარ მეც, მაგრამ ეგ გაჭედვაც გადის, ყოველთვის გადის, ყველაფერი ცუდი გადის. წავედი, კარგად იყავით ერთი თქვენი ტირმა. ეს 157 ვიდეო არის მე მგონი. 150-ზე პოზებს დავიდეთ.